სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ათურთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა სვავს ახალგაზრდა, მე სპეციალურად ხა მისი სურათი ფოტო არ დავდები, მე შეგიძლიათ ნახოთ თქვენ ამ 67 ნაწილი YouTube-ის არხზე, თუ როგორ გამოიყურება ეს ახალგაზრდა, წითელი ესეთი მაიკა აცვია, თმები გაბურცგუნლი, აშკარად ეტყობა, რომ უფრო არის ამ მოძრაობის რომელი კითხვიდანაც სვავს, ლაპარაკია სოციალურ თანასწორობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, ამის წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება ქრისტიანობასაც შემულობს, ქრისტიანიც არის და ბატონ ჯოს უსვავს ესეთ კითხვას. შეიძლება რაღაცა უფრო პროვოკაციულიც იყოს ეს კითხვა, ყოველ შემთხვევაში ჯონ მაკარტურიც დააფიქსირებს ამას თავის განცხადებაში და საქმე ეხება რას. 2018 წელია, კოვიდი იცით რომ 2019-ში იწყება ხომ და მანამდე პრობლემების წინაშე არის ქრისტიანული სამყარო და განსაკუთრებით ამერიკაში. ბოლო პერიოდი მაგ დროს უკვე ობამას დროსაც იწყება ერთგვარი მოძრაობები გამოღვიძების ვოუკი იცით ხომ? ასევე შავი სიცოცხლე ძვირფასი, ან შავი სიცოცხლე ფასეულია. ჩვენთანაც კანადაში ძალიან აქტუალურად წავიდა ეს გაფიცვები, მიტინგები სოციალურ უთანასწორობაზე და ეს ინსპირირებული იყო ნეომარქსისტებით. ეს ინსპირირებული იყო ჯორჯ სოროსი იყო დამფინანსებელი და ყოველი ეს თუნდაც ეს LGBTQ-ს წარმომადგენლების ეს გაფიცვები, რომელიც ახლა უფრო შედარებით ჩაწყნარდა და მაგ პერიოდში კლიმაქსს მიაღწია. და ასევე ეკლესიაშიც უკვე იწყება ევანგელისტებშიც გახლეჩვა. განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც შავკანიანები დომინირებდნენ და ეშინოდათ ამ აგრესიის. და ამის გამო ძალიან ბევრმა ტოლერანტული პოზიციები დაიჭირა. ვერ გაბედა სიმართლის და ხმის ამოღება. ჯონ მაკარტური ერთ-ერთი იყო, ვინც ამაზე ხმა ამოიღო და ამ 2018 წელს ის წერს, ინიციატორი ეს არის ყოველ შემთხვევაში და არის ჯგუფი ერთ-ერთი არის ტიმ ჩალისი, ჩვენიდან ძალიან კარგი ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც მე გამიკვირდა, რომ ჯონ მაკარტურის ხარეს დადგა და ალბერტ მოჰლერი, რომელიც არის სამხრეთ ბაპტისტების სემინარის პრეზიდენტი, იმის ხარეს არ იმასაქნა, ტიმ ჩალისმა დაიჭირა სწორი პოზიცია ჯონ მაკარტურთან ერთად, ასევე ფილ ჯონსონმა რამოდენიმე პიროვნება 7000-მა კაცმა მოაწერეს ამ განცხადებას. და ეს განცხადებები ხშირი იყო ხოლმე წარსულშიც, მაგალითად ჩიკაგოს განცხადება, ეს არის დალასის განცხადება ცნობილი, რომელსაც ქვია ამ პიროვნებამ ახლა ზუსტად არ დაასახელა, მაგრამ ქვია სოციალური სამართლიანობისა და სახარების, ესე იგი სოციალური სამართლიანობისა და სახარების განცხადება. ესე იგი, რა კავშირშია სოციალური, რას ამბობს სახარება სოციალურ სამართლიანობაზე? თუნდაც თანასწორობა შეიძლება, მაგრამ სამართლიანი უფრო ფართემცნება ვიდრე თანასწორობა, ხო? და ეს განცხადება, მაგალითად, ჩიკაგოს განცხადება ეხებოდა ბიბლიის შეუვალობას, ბიბლიის ავტორიტეტს. იქ რობერტ სპროულის იყო ჩართული და ჯონ მაკარტური იყო ინიციატორი იქაც და ასევე იყო კიდე მე მგონი კიდე რამოდენიმე იყო ესეთი ისტორიის განმავლობაში, სადაც ჯონ მაკარტური აქტიურად იღებდა მონაწილეობას და ეს პიროვნება ზუსტად სვავს ამ იმას და ბიბლიიდან, და ბიბლიას რომ მოწყვიტავ და ბიბლიას მარტო ერთ მუხლს ამოგლიჯავ და იმაზე ააგებ შენ თეოლოგიას და მერე მოძრაობას, იცით რომ ბიბლიასაც ბევრი იყენებს და შეიძლება მარქსისტებაც მოიპარეს ბევრი რაღაცა, მაგალითად ვინც არ შრომობს ის არ ჭამს, იცით ხომ? და ბევრი შეიძლება რაღაცები მოპარული იყოს, მაგრამ მთავარი იდეა რა არის სახარების? მთავარი ღმერთის გეგმა რა არის? ეს თუ ჩვენ ხედლობიდან გაუშვით, ხო? ჩვენ ყოველთვის ვიტრიალებთ ზედაპირულად და ყოველთვის კამათი გვექნება და გაუგებრობა. აი როგორც გუშინაც ქონდა საუბარი ომის შეჩერებაზე უკრაინაში, ხომ? რა ხდება, ხო? თუ რა არის მთავარი? ჩვენ თუ არ ამოვედით მთავარი თუ უკრაინაში ომის შეჩერება, მაშინ ჩვენ ვეძებთ, გზებს ვის ხელშია ესა? ვინ წამოიწყო, ვინიც ინიციირებით მოხდა ესა და სიღრმეებში უნდა გავყვეთ ჩვენ და არ უნდა შემოვიფარგლოთ რა გარკვეული იმითი. და ეს ეხება ძალიან ბევრ თემას, კოვიდის თემაც შეიძლება ამაში, აბორტის თემა, შეიძლება ნებისმიერი თემა კიდევ მოვიტანოთ, რომელიც შეიძლება მოწყვეტილი იქნას ბიბლიდან ერთი ადგილი და ამაზე აიგოს მე არასწორი მონობის თემა, მონობის გაუქმების თემა.
ასევე ბევრი თემები. და ჩვენ ხელობიდან გავუშვათ, აი როგორც წინა კითხვა რას ეხებოდა, ხო, რომ ქველმოქმედება და კეთილის საქმეები არის სულისხსნის გარანტია, აქედან იწყება სულისხსნა, ამ კითხვასაც უკავშირდება ეს. და ჯონ მაკარტური გაშლის ამას საუბრობს, უბრალოდ მე ინფორმაცია მინდა მომეწოდებინა თუ რაზეა საუბარი. ეს ეხება განცხადებას, რომელსაც მაგალითად ალბერტ მოხლერმა ესეც ზედი ავტორიტეტია. ხელი არ მოაწერა. მე მახსოვს ეს უშუალოდ ვნახე, როდესაც წყებსების იმას ატარებდა ბატონი ჯონი წყებსების კონფერენცია, რომელიც ყოველ წელს სტარდება, იქ იწვევდა ხოლმე ხშირად ალბერტ მოხლერს და ბოლოშიც რომ მოიწვია, მე მგონი მაგის შემდეგ აღარ მოუწვევიათ, ცოტა განაწყენდა მე მგონი მოხლერიც, რომ ბილ ჯონსონმა პირდაპირ კითხვა დაუსვა, თუ რატო არ მოაწერა მან ხელი ამ განცხადებას. ამ დროს კიდე მისი ძალიან ისეთი მის კურსდამთავრებულია ეს ტიმ ჩარლზი კანადელს მას მოუწერია და 7000 კიდე ადამიანს. ხო და ეს კითხვას აი ამ პიროვნება ამას იყენებს ახლა და ცოტათი პროვოკაციულადაც უსვევს ჯონ მაკარტურს ამ კითხვას თუ დაანახოს ჯონ მაკარტური რა პოზიციაზე დგას და რატომ გააკეთა თუნდაც ეს განცხადება, იმიტომ რომ მოკლედ ეკლესიაში უკვე შემოიჭრა ეს ერესივით რომ სოციალური თანასწორობამ დაიკავა დიდი ადგილი და აყვნენ ამ მოძრაობას, რასაც იწყებდა გამოღვიძება, დავარქვათ, ხო, ვოუკი, გამოღვიძება, ყველა კულტურული დაუშვათ ტრადიციების დამსხვრევა, დანგრევა, პოსტმოდერნისტული იდეების მოხვევა. და ამაში იყენებენ სახარებასაც და სახარების მუხლებსაც, გესმით, რომ სიყვარული, ესე იგი, ჩვენ მიმტეველობა გვმართებს, თანასწორობა და აი ამას ატრიალებდა. აი ეს რო დაინახა ჯონ მაკარტურმა გადაწყვიტა საჭირო იყო განცხადება გაეკეთებინათ, ესე თქვათ, კონსერვატორული ამასთან დაკავშირებით, რაც ეხება სოციალურ სამართლიანობას, ხო? და რაღაც მარქსისტულიც არის მასში, ხო, დიდი. ასე რომ მოდით მოусვინოთ ახლა კითხვის დამსმელს, უილიამს, რომელიც არ იწყებს ესე და პირდაპირ გამარჯობა, ჩემი კითხვა ეხება. და ჯონ მაკარტური აჩერებს ეუბნება, რა ქვიათ ბუდიში უილიამ. შეგიძლიათ ეს ვიდეოც ნახოთ, ძალიან საინტერესო, მე კომენტარებში იქაც დავამატებ ამ ვიდეოს, რომ გადაახვიოთ და ნახოთ თუ რას ამბობს უილიამი და როგორ გამოიყურება. ეგეც მნიშვნელოვანია, ხო, ადამიანი როგორ არის მოწესრიგებული და როგორ ალაგებს ამ კითხვებს და რა мотиваცია ამოძრავებს. გამარჯობა თუ უილიამს, უილი იგივე უილიამსი. ჩემი კითხვა ეხება სოციალურ სამართლიანობას და სიყვარულს. განსაკუთრებით აქტუალური მუხლია მარკოზ სახარების მერვე თავის 36-ე, რაც მათეშიც მეორდება, რომ იცოდეთ ეს. ნათქვამია, რა სარგებელი ექნება კაცს, თუ მთელ სამყაროს მოიპოვებს და სულს დაკარგავს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მუხლია ეს, მაგრამ აქ არასწორად არის მე მგონი მოტანილი და ნახავთ რატომ. ქრისტიანობის უმეტესობა აგზელებს უილიამსი ამ სიყვარულის გაგების ცენტრალურ ასპექტად იყენებს. განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, რომელსაც როგორც ჩანს ზოგადად კონსერვატორული ქრისტიანები იზიარებენ. ალბერტ მოხლერმა, სამხრეთ ბაპტისტური სემინარის პრეზიდენტმა, ეს ლუისვილი ქალაქია კენტაკიში, იქ არის ნოეს კიდოვანი სხვათა შორის ძალიან საინტერესო შტატი არის კენტაკი, იქ დავყავენ მე ბევრი დრო ორჯერ ვიყავი და მართლა ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო ხალხია. და აი ეს სემინარია, ძალიან ცნობილი სემინარია, ბაპტისტური სემინარია. ალბათ ერთ-ერთი ავტორიტეტული მთელს იმაში და უნდა იცოდეთ, რომ სამხრეთ ბაპტისტები კონვენცია, ხომ? სამხრეთ ეს არ არის სონგულაშვილის ბაპტისტები. ბაპტისტები არის კანადაშიც და ძალიან ლიბერალები არიან ზოგიერთი. მაგრამ სამხრეთ ბაპტისტები არის ყველაზე დომინანტური დენომინაცია ამერიკულ პროტესტანტებში, რო იცოდე და ყველაზე გავლენიანი, ყველაზე ძლიერი და ბუნებრივია მისი სემინარია და მისი სემინარის პრეზიდენტობა ძალიან დიდ ავტორიტეტს იმაშვება ამერიკაში. და ალბათ ამიტომაც თავი შეიკავა ალბერტ მოხლერმა და ხელი არ მოაწერა ამ განცხადებას, რომელიც გითხარით ჯონ მაკარტურის ინიციირებით იყო ძირითადად შედგენილი და დალასის განცხადება დაერქვა. და ალბერტ მოხლერმა არ მოაწელა განცხადებას ნაწილობრივ სამხრეთ ბაპტისტური პოზიციის გამო. სამხრეთ ბაპტისტური კონვენციაც ამას არიზერებდნენ, რომ დადეა ბევრი შავკანიანები არიან და არ უნდათ ეს გაენაწყენებინათ, მე მგონი, ამიტომ გააკეთა. ასე რომ უილიამს ეს კითხვა აინტერესებდა. იმიტომ რომ მათ ჯერათ, რომ ქრისტიანებს შეუძლია რომ სამყარო გახადონ უკეთეს ადგილად. ქრისტიანმა ლიდერმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ განცხადებას სოციალური სამართლიანობის და სახარების, უნდა ვთქვათ სახარების ეს გამორჩა უილიამს, მარტო სოციალური სამართლიანობის განცხადება კი არ არის, სოციალური სამართლიანობის და სახარების განცხადებაა. და უპასუხა, რომ სამყაროს უკეთეს ადგილად გადაქცევა ბიბლიური მანდატია შემდეგი მიზეზით.
რა სიკეთეს, ნახეთ, ესე იგი, რატო დაწერეს ეს სტეიტმენტი და აქ არის კარგად გამოჟღანებული. რა სიკეთეს მოუტანს სამყაროს, თუ ის უკეთესი ადგილი იქნება და ამ დროს ღმერთისაგან განცალკევებული და გამახსენდა საბჭოთა კავშირი. რა კარგი ის არის, არა? ესე იგი, რა სიკეთეს მოუტანს სამყაროს, თუ ის უკეთეს ადგილი იქნება, მაგრამ ამ დროს ღმერთისგან განცალკევებული. გასოთ ხო ღმერთისაგან ცალკე, როგორც ცდილობდა საბჭოთა კავშირი 64 აეშენებდა ბედნიერება. გამოვიდა, არ გამოვიდა. და აი ამას ის გამოცდილება რო აქვთ ამერიკელებს, საღად აზროვნებენ და ჯონ მაკარტური ზუსტად ეს არის, ხო? და ამბობს უილიამსი, მე პირადი რეაქცია მქონდა აქ ბიბლიის შემსწავლელ ხელმძღვანელთან, რომელმაც მსგავსი არგუმენტი წამოაყენა. ანუ ბილიც არ იზიარებს ამ განცხადებას, კითხვის დამსმელი და ამიტომ არის რომ კითხვა სვას. ქრისტიანების უმეტესობა არ ეთანხმება სიყვარულის ამაღწევას მათეს სახარების მეხუთე თავის 45 მუხლის ციტირებით, სადაც ნათქვამია: მამა ღმერთს მზე ამოყავს ბოროტებისა და კეთილებისათვის და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს, როგორც მათ ესე ვთქვათ ზუსტი ციტირება მოდით მოვახდინოთ, ეს არ არის ზუსტი ციტირება 5:45-ის მათეს სახარების რათა არ დავამახინჯოთ ჩვენ ვილის მიერ ნათქვამი. მე კი გეუბნებით გიყვარდა თქვენი მტრები, ილოცო თქვენი ნაწყევრებისთვის 44 და მკითხულობ მეხუთე თავს. გსმენიათ რომ თქმულა გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. მე კი გეუბნებით გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცო თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით. რათა იყო თქვენი მეზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოყავს ბოროთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც. ხედავთ? რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარული გიყავით, რა იქნება თქვენი საზღაური. განა მებაჟებიც ასე არ იქცევიან. ნახეთ როგორ არის ეს პიროვნებაც, როგორ წყვიტავს მუხლებს და ამართლებს დაუშვათ იმ კონცეფტს, რაც სოციალურ სამართლიანობას ეხება. და ვილი ამბობს, რომ მე მაქვს კითხვების ჩამონათვალი ჯგუფი, რომელიც ფიქრობ ერთგვარად და ჯონი აწყვეტინებს მას. გასაგებია თომ გისმეთ, თქვენ უკვე მიკროსკოპში გაატარეთ ეს ადამიანები. ეხლა რაში მდგომარეობს თქვენი კითხვა? უნდა რომ კონკრეტულად დააყვანინოს, იმიტომ რომ ძალიან ართულებს კითხვას ბატონი ვილი. და ვილი პასუხობს: როგორ გესმით თქვენ მათეს სახარების 16:26 სიყვარულთან დაკავშირებით? და იგივე მარკოზის სახარებიდან პარალელია. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? არას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ? და ჯონ მაკარტური პასუხობს: მისვინეთ, ეხლა მომეცით საშუალება გიპასუხოთ. თავდაპირველი კითხვა ის კი არ უნდა დასვათ, რა არის ჩაწერილი მათეს სახარებაში და არც სხვა წმინდა წერილებში. უფრო დიდი კითხვა და მნიშვნელოვანი პირველ რიგში უნდა დავსვათ ამას წინებზე რაც ათქვი. პირველ რიგში მინდა ვთქვა შემდეგი: სამართლიანობა არ არის ეს სიტყვა, რომელსაც ზედსართავი სახელი სჭირდება. არ უნდა მას სოციალური სამართლიანობის დამატება. თუ ვინმე სამართლიანობას ზედსართავ სახელს მიამატებს, მაშინ მას სხვა რამე აქვს მხედველობაში. სამართლიანობა არის სამართლიანობა. წერტილი. სამართლიანობა არის ის, რაც სწორია. ეს არის სამართლიანობის განმარტება. ახლა, როდესაც სოციალურ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ და მე შემიძლია ეს გამოხატო ეზეკიელის გახსოვთ სერია გავატარეთ ჩვენ ეზეკიელის წიგნზე. მომეცით საშუალება უპასუხო ამას. მესმის რომ არც ერთი საერო, პოლიტიკური, სოციალური წამოწყება არ არის ხსნის სახარების კომპონენტი. გასაგებია, სწორედ ამას ვამბობ მე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვწამს სამართლიანობა ყველასათვის. ჩვენ სამართლიანად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა აღვასრულოთ სამართლიანობა. ნათქვამია წმინდა წერილში. ჩვენ უნდა მივცეთ სამართლიანობა ყველა ადამიანს. სამართლიანობის გარდა ჩვენ უნდა ვიყოთ ასევე სიყვარულით გამორჩეულები. ჩვენ უნდა ვიყოთ გამორჩეული მსხვერპლშეწირვით, თანაგრძნობით, ჩვენ უნდა ვიყოთ გამორჩეული სიკეთით, წყალობით, სინაზით, მოსიყვარულე სიკეთით, მზრუნველობით, ისევე როგორც ღმერთია. და არასოდეს არ ხარ უფრო მეტად ღმერთის მსგავსი, ვიდრე მაშინ როცა გიყვარს და არასოდეს უფრო მეტად ღმერთს არ ემსგავსები, ვიდრე მაშინ როცა გიყვარს შენი მტრები. ჩვენ უნდა ვიყოთ
გამორჩეული სიყვარულით, სიკეთით, წყალობით და თანაგრძნობით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქვრივებზე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ობლებზე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დაჩაგრულებზე, გავათავისუფლოთ ადამიანი განსაცდელებისა და სირთულეებისაგან, ტვირთისაგან, რომლის ტარებაც ძალიან რთულია. ჩვენ უნდა მოვინახულოთ ისინი ციხეში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამატყოფებზე, ჩვენ უნდა ვიყოთ სამატყოფებში, მათთან ერთად ვინც იტანჯება. ჩვენ როგორც ქრისტიანებმა სოფლიოში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევამსუბუქოთ ჩვენს გარშემო მყოფთა სირთულეები და ვაჩვენოთ ღვთის სიყვარული. ამის მაგალითი თავად იესო ქრისტეა. რადგან როდესაც იესო მოვიდა ამ ქვეყნად, თავისი ღვთაებრიობის დასადასტურებლად, გამოსაცხადებლად, მან ბევრი სასწაული გააკეთა და ბევრი რამ შეძლო. მას შეძლო ბევრის განკურნება. ამით ის ღვთაებრიობას ამტკიცებდა. მას შეეძლო გასაოცარი რამების გაკეთება. ის სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აცოცხლებდა, განკურნავდა. ეს იყო ყველაზე მეტად, რასაც ის აკეთებდა მისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად. ყველაფერი აბსოლუტურად, მშიერი ადამიანის დაპურება, მკვდრების აღდგომა, როგორც გითხარით, განკურნება, თანაგრძნობის გამოვლენა, ადამიანების დაცვა, გასვოთ მრუში დედაკაცი. ამიტომ ვინც ქრისტიანია, არასოდეს არ უარყოფს იმას, რომ დაეხმაროს და ხელი გაუმართოს, ვინც იტანჯება, ვისაც ჭირდება სიყვარული და ზრუნვა. ამაში არ არის კითხვა. კითხვა ესეთი არის. რატომღაც ეს უკვე ხდება ხსნის სახარების ნაწილი. გესმით რა შეელაპარაკი? და ახლა რაც უთხარი მე დონს. რომ ხსნა ხდება მადლით და რწმენით. და იქ შენი კეთილი საქმეები, ეს არის გამოვლენა. და ადამიანები იყენებენ ამას და უკვე სხვა მიზნები ამოძრავებთ. და ჩვენ ვხედავთ, რომ როცა ადამიანის გული გარდაქმნილია, ის უკვე გამოხატავს ამ ყველა ზედათვისებებს. ეს არის მისი დასტური. ხსნას ნაწილი კი არ არის, არამედ მისი დასტურია, გამოხატულება. თქვენ შეგიძლიათ ახალი აღთქმა მთლიანად გადაიკითხოთ და ვერასოდეს ვერ იპოვით, ვერასოდეს ვერაფერს იქ, რომ შენ კეთილი საქმეებით გადარჩევი. არამედ ჩვენ ვიპოვით, რომ რწმენით უნდა აღიარო უფალი, ირწმუნო მისი სიკვდილი და აღდგომა, ირწმუნო ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ქრისტე, მისი სიცოცხლის სიკვდილი, ჩამნაცვლებელი გამოსყიდვა, აღდგომა, ამაღლება. ეს არის ზუსტად შენი რწმენა, შენი ცოდვის აღიარება და მონანიება. აი ეს არის სახარება. ამ სახარებას თქვენ ვერაფერს ვერ დაუმატებთ. მაგრამ სახარებით გარდაქმნილი ადამიანები, რა თქმა უნდა, მოწოდებული არიან იყვნენ ქრისტიანები ამ სამყაროში. და ეკლესია არის ქრისტეს სხეული ამ სამყაროში. ჩვენ ვართ ქრისტე სამყაროში და სამყარო უნდა დაინახოს, რომ ჩვენ გამოსყიდულები ვართ ჩვენი სიყვარულისა და სიკეთის გამოხატვით. დიახ, ღმერთმაც გამოავლენა თავის სიკეთე მთელი სოფლიოს მიმართ, როდესაც წვიმას ის უშვებს მართლებზეც და უსამართლოებზეც. არსებობს ის, რასაც თეოლოგები ზოგადი, ანუ საერთო მადლს უწოდებენ. საერთო მადლი არის მზის სხივები, წვიმა, კარგი კვება, სიყვარული, ქორწინება, შვილები, ყველაფერი ლამაზი ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს გააჩინა დღეს სოფლიოში. და იცით, ქრისტეს შემდეგ ეს მადლი როგორ უხვად გავრცელდა ყველგან. ეს არის საერთო ზოგადი მადლი. ეს არის ღმერთის სიყვარული ყველა ნებისმიერი ადამიანის მიმართ გარკვეული გაგებით. და ჩვენც სიტყვით უნდა მივბაძოთ ღმერთს და შეძლებისმეორად ავავსოთ ეს სამყარო ამ ზოგადი მადლით. და თუ ისტორიაში თქვენ ცოტა ხანი უკან ექსკურსიას ჩაატარებთ, მიხვდებით, რომ ქრისტიანობამ ეს გააკეთა. ქრისტიანები არიან ისინი, ვინც შეცვალეს ეს სოფლიო. სადაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანობა იყო, იქ ყველაზე განვითარებული საზოგადოებრივი არსებობენ, რომლებიც ყველაზე მეტ ზრუნვას იჩევდნენ უმწეო ადამიანების მიმართ. სწორედ ქრისტიანებმა შექმნეს მოხუცებულთა სამატყოფოები, მომვლელთა სახლები, საქველმოქმედო ორგანიზაციები. და ამ ყველაფერს ძირითადად საფუძვლად უდევს სახარების მიერ ადამიანის ცხოვრებაში მოტანილი ტრანსფორმაცია, რამაც აიძულა ისინი, რომ ადამიანებზე ეზრუნათ. იცით ხომ, ეს იქნება ბავშვების
მონური მუშაობა, ქალების უფლებები, გლადიატორების ბრძოლის შეწყვეტა, მონობის გაუქმება. ისინი პრიმიტიულ კულტურებში მიდიოდნენ მისიონარებად და იქ სიამოვნებით, სიცოცხლის ფასად ავრცელებდნენ ამას. იმის მიუხედავად, რომ მათ თავს კვეთავდნენ და კლავდნენ. ასე რომ ქრისტიანებმა შეცვალეს სოფლიო. სადაც არ მიდიოდნენ ისინი, ამას აკეთებდნენ. მაგრამ მე ვამბობ, ეს არ არის სოციალური სამართლიანობა. ეს არ არის ის, რაზეც ადამიანები საუბრობენ, როცა სოციალურ სამართლიანობაზე დღეს დაიწყო უკვე გააქტიურდა ეს საუბარი. ეს არის მარქსისტული ტიპის ფრაზეოლოგია, რომელიც რეალურად გამოიყენება საზოგადოების დასაშლელად, დეკონსტრუქციისათვის, საზოგადოების სტრუქტურების დასანგრევად, რათა დაამხონ ძალაუფლება. ამაში არ არის გამოსავალი. მას უბრალოდ, და ეს ახალი არ არის, მას უბრალოდ სურს გნრევა, დაშლა, განადგურება. და ეს ბევრჯერ ცადეს. ეს არაფერი ახალი არ არის. და ეს არის დამანგრეველი, ეს მოძრაობა, რაც ხდება ახლა, სოციალური სამართლიანობის სახელით. და ის ყოველთვის დამანგრეველი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები ამას არ აკეთებენ. ჩვენ არ ვანადგურებთ კულტურას. ჩვენ არ ვცდილობთ გადატრიალებას, ჩვენ არ ვახორციელებთ რევოლუციას. ჩვენ ცნობილები ვართ, როგორც ისინი, ვინც პატივსცემენ მეფეს, ყველა ადამიანს, ვინც ჩვენზე ძალაუფლებაში არის. რადგან ისინი ჩვენ ვიცით, რომ ღვთისმსახურები არიან აქ დედამიწაზე. ჩვენ ვართ ისინი სწორედ, ვინც ლოცულობს მთავრობისა და ლიდერების მიმართ და გადასარჩენად. ჩვენ ვართ ისინი, ვინც მშვიდობიანად ცხოვრობთ სოფლიოში. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჩვენ არ ვართ რეაქციონერები, ჩვენ არ ვართ აქტივისტები, ჩვენ არ ვიწყებთ არეულობას. ჩვენ არ გამოვარდებით ქუჩებში და არ ვამსხვრევთ და არ ვანგრევთ უზენაეს სასამართლოს კარებებს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ გვიყვარს ადამიანები, ვზრუნავთ მათზე, ვემსახურებთ მას საჭიროებებს, ჩვენ ვიღებთ ხელისუფლებაში ყოფ ხელისუფლებას, ვიცი რომ ისინი ღვთის მიერ არიან დადგენილი და თუ დავიწყებთ ამ ხელისუფლების გრევას, დაშლას, დასუსტებას, თქვენ გექნებათ უფრო და უფრო მზარდი ანარქია და ისევ დაბრუნდებით პრიმიტიულ საზოგადოებაში. საიდანაც ჩვენ ძლივს გადავრჩით. ასე რომ ღმერთმა დააწესა ადამიანური სინდისი ადამიანის ცოდვების შესაზღვრდავად. მან დააწესა ოჯახი და კვერთხი ადამიანების ცოდვების შესაზღვრდავად, ალიკაპისთვის. და სადაც ეს სინდისი დარღვეულია, იმიტომ რომ ადამიანებს არ ასწავლიან მორალურ კანონს, ამიტომ მათ სინდისმა არ იცის თუ რა არის სწორი და რა არ არის არასწორი. რაზე უპასუხოს, სადაც ოჯახი სრულიად კოლაფსით ინგრევა. თქვენ არ გაქვთ კვერთხი, რომ ბავშვებს ასწავლოთ. და იწყება პოტენციური დამნაშავეების გამრავლება. სადაც პოლიციის ძალაუფლებას, ხელისუფლების ძალაუფლებას ასუსტებთ. თავს ესხმით. ანარქია და ჯოჯოხეთი აუცილებლად იფეთქებს. და ჯოჯოხეთის აფეთქების ნიშნებს თქვენ ყოველთვის ხედავთ. ხედავთ ასეთ არეულობებს. უკვე რომლის კონტროლიც პოლიციას აღარ შეუძლია. ეს არის ადამიანის გარყვნილი გული, ცოდვილი გული, რომელიც ღვთის მიერ დაწესებულ კონტროლის გარეშეა. და სწორედ ამიტომ ამბზბილე ხელისუფლებაში მყოფებისთვის, რომ მათ არ ატარონ მახვილი ამაოდ და ტყუილად, რომ ისინი ღვთისმსახურები არიან და სადაც საჭიროა ეს უნდა გამოიყენონ, თვით სიკვდილის დაჟის მეთოდიც კი. მახვილი ამიტომ ქონდა მაშინ ჯარისკაცს. და პოლიციელი ამიტომ ატარებს დღესაც იარაღს, რომელთა წერლის მე-13 თავი. ამიტომ ჩვენ არ ვანადგურებთ კულტურას, ჩვენ არ ვცდილობთ ლიდერობის დამხობას, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით, ჩვენ არ გვაქვს არეულობები და რევოლუციები, ჩვენ მშვიდად მოწყალეთ სიყვარულით, კეთილად ვზრუნავთ ადამიანებზე და ჩვენ გვიყვარს ისინი და ვაჩვენეთ მათ იმავე სიყვარულს, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა, თუნდაც მისი ქმნილების საერთო მადლით. სოციალური სამართლიანობა საზოგადოების რღვევის, მისი ინსტიტუტების დანგრევის ფანტასტიკური ტერმინია და სახელია. თქვენ ხედავთ, როგორ აქტიურდება ეს უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტებს სურთ სკოლის ხელში ჩაგდება.
მასწავლებლების ავტორიტეტის დამხობა. თქვენ ხედავთ ამას მთავრობის ინსტიტუტებში, სადაც ამბოხებულ ხალხს სურს პოლიციის დაძლევა. თქვენ ეს ახლახანს ნახეთ უზენაეს სასამართლოს კიბეებზეც კი. ასე არ იქცევიან ქრისტიანები. ჩვენი ღმერთი სუვერენული ღმერთია. ჩვენი ღმერთი მართავს სოფლიოს და ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა, რომ ვიყოთ ცნობილი რითი? ჩვენი სიყვარულით, ჩვენი მიმტევებლობით, ჩვენი თამდაბლობით, მორჩილებით. ჩვენ უნდა სიყვარული გამოხატოთ მათ მიმართ, ვინც იტაჯება, დეპრესიულია, ცუდად ექცევა ჩვენ საზოგადოებაში, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. მაგრამ სოციალური სამართლიანობა სრული სოციალური რღვევის ფორმულაა და სწორედ ეს ხდება ჩვენ კულტურაში. და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა ამის მობრუნება, უკუქცევა და გადარჩენა. რადგან საბოლოო ჯამში თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი პოლიციურ სახელმწიფოში აღმოჩნდებით, რადგან ის ვერ გამოვა კონტროლიდან და ჩვენ ვალდებული ვართ გვყავდეს არმია, მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების გასაკონტროლება და არა იმისათვის, რასაც არმია უნდა აკეთებს, რომ ჩვენ დაგვიცვას სხვა თავდასხმებისაგან, ჩვენი ქვეყანა. როგორც ქრისტიანები ჩვენ ცხოვრობთ მშვიდობიანი, ღვთის ამაღლებული, ქრისტეს პატივისცემი ცხოვრებით და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ ყველა ადამიანის მოთხოვნილებები. ასე რომ ქრისტეში არ არსებობს არც იუდეველი, არც ბერძენი, არც მამაკაცი, არც ქალი, არც მონა და არც თავისუფალი. ჩვენ ყველანი ერთი ვართ მასში. ასე არ არის? ჩვენ ამ სიყვარულს ვავლენთ. კარგით? მადლობა კითხვისათვის.